ეხა შეიძლება ისე გამომივიდეს, რა ქვია, ცოტა ქედმაღლურად, მაგრამ მგონია, რომ ეს ტექსტი აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველებისა არასწორად გვესმის. ოღონდ რატო? აი, მე მაგალითად Facebook-ზე ხშირად ვხვდება რაღაცა კარცერ ლუქსი გვერდი და რაღაცა პოსტავენ, ანუ კარცერ ლუქსი როგორც კარგი იდეა რა. და მე მგონია, რომ ეს არის ვასიკო კეჟერაძის და შესაბამისად გურამ დოჩანაშვილის იუმორნარევი და ირონიული ჩანაფიქრი, რომ ანკეს გადაუგდებს მკითხველს და ამ ანკეს თუ წამოეგება, ესე იგი შენ ისევ ტოტალიტარიზმში ხარ და შენ მინიმუმ გემუქრება საფრთხე, რომ ტოტალიტარიზმმა მოგატყუოს და შეგიტყუოს. რატო? დავიწყოთ თვითონ სიტყვით. ბიჭო, კარცერი რას ნიშნავს? კარცერი არის ციხე, ხო? ანუ ლუქსი რა არის? ანუ რაღაცა აი მაღალი, ხო, აი ხუთვარსკვლავიანი, არის რანაირად შეიძლება ხუთვარსკვლავიანი იყოს ციხე, ხო? ანუ დადებითი კონტექსტი და უარყოფითი კონტექსტი შეაერთა, ამას ანუ შეუძლებელია, რომ ანუ კარგი ეშმაკი. ანუ რას ნიშნავს? ანუ მაგას ხო თვითონაც ამბობს. ძლიერი ორი ისეთ სიტყვა უნდა გავაერთიანო, ეხლა რომელიც არ მოდის ლოგიკაში. ხო, მაგრამ ნახე, საბოლოო ჯამში მკითხველს რჩება ასოციაცია, რომ აუ დოჩანაშვილმა რა მაგარი რამე მოიფიქრა, ბიჭო, ეს რა მაგარი რამეა. ხო და რეალურად არის, რომ იღებს ციხეს, ხდის უფრო მაგარ ციხეს და შიგნით უშვებს ადამიანებს, ანუ თვითონ არჩევს ადამიანებს, უშვებს კარცერში, იქ რაღაცა ცდებს ატარებს ამ ადამიანებს და იღებს პროდუქტს. ხო. და ეს არის ის, რასაც ჩვევა ტოტალიტარიზმი. ანუ იღებს საზოგადოებაში ადამიანს, აქცევს ვაკუუმში, მასზე ატარებს რაღაცა სახის ცდებს და შემდეგ აყალიბებს პროდუქტად.